თავარი გამოწვევა დღეს ნარკოპანდემიის მიმართულებით ამ ქვეყანაში არის კორუმპირებული ძალოვანი სტრუქტურები, რომლებიც არიან დღეს თავარი მომაგრაგებელი შავი ბაზრის და იმ ბაზრის, სადაც ნარკოტიკები იყიდება, მაგრამ თავარი წერტილი, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ, არის კორუფციაში დახრჩალი ძალოვანი სისტემა. უნდა ვებრძოლოთ და შეუპოვრები ვიყოთ ნარკორეალიზატორებთან. ოღონდ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში საღი თვალით და არა პოლიტიკური მიზნებით უნდა შევეხოთ ამ პრობლემას, იმიტომ რომ ის ადამიანების სიცოცხლეს ეხება და ამ ადამიანების გამოყენება რაღაც რომ მეორე ხარისხოვან მოქალაქეებად და პროპაგანდის ინსტრუმენტებად უბრალოდ არ შეიძლება. ადამიანების სიცოცხლეს, ოჯახების ბედნიერებას და ამ ქვეყნის სტაბილურობას და სიჯანსაღეს ეხება ეს საკითხი და ერთხელ და სამუდამოდ სწორად უნდა გავსაზღვროთ ის დოზები, რაც ექვემდებარება თქვათ რეალიზაციის მუხლს, ის დოზები, რაც მომხმარებლებს შეიძლება თან კონდეთ და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მომხმარებლების დასჯა მოხმარებისთვის, იმიტომ რომ არსად დედამიწის არც ერთ წერტილში, ისტორიის არც ერთ მომენტში სადამსჯელო პოლიტიკა მომხმარებლების მიმართ წარმატებული არ ყოფილა და არ მოუტანია ის შედეგი, რაც გვინდა. ადამიანების რესოციალიზაცია და ამ ჯოჯოღეთიდან ამოთრევა. ამიტომ ეხაც პროპაგანდის მიზნებისთვის გამოყენება ამ კანონმდებლობის და ეხაც იმისთვის გამოყენება, რომ რეპრესიები მოახდინონ და ადამიანები, რომლებიც განსხვავებული პოლიტიკური აზრით არის ამ ფორმით ძალიან ბევრჯერ აპრობირებული მეთოდით ისევ გააშაონ, არის ამაზრზენი, არის ადამიანების წინააღმდეგ და არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კანონი.